კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია ევრომელანომა 2012 იწყება 21-27 მაისს თბილისში და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში დერმატოლოგები მოსახლეობას უფასოდ გამოიკვლევენ. ევრომელანომა კანის კიბოს პრევენციის პანევროპული კამპანიაა, რომლის მიზანია კანის კიბოს პროფილაქტიკის, ასევე ადრეული დიაგნოსტიკის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს. თბილისის მერიაში კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე, სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა, ასევე ექიმი დერმატოლოგები დაესწრნენ. ძალიან მნიშვნელოვანია ამ დაავადებების პროფილაქტიკა, მკურნალობა. ქალაქ თბილისის მერია დერმატოლოგთა ასოციაციასთან ერთად ჩართული იქნება ევროპის კვირეულში, რომელიც სწორედ ამ დაავადების პროფილაქტიკას უფასო გასინჯვას მოქალაქეების ერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და პროფესიული ასოციაციების თანამშრომლობა იმისათვის, რომ მოსახლეობა მიიღო კვალიფიციური დროული სამედიცინო მომსახურება. საქართველო ერთვება ევრომელანომის კამპანიაში. ეს გახლავთ კანის კიბოს საწინააღმდეგო კამპანია, რომელიც მოიცავს მოსახლეობის უფასო გასინჯვებს და ინფორმაციის გავრცელებას მოსახლეობაში კანის სიმსივნის განვითარების რისკებთან დაკავშირებით. ფაშიზმზე გამარჯვების 77 წლის თავი დიდგორის რაიონის გამგებელმა გოგიტა ნიკოლაძემ რაიონში მცხოვრებ 28 ომის ვეტერანს